გვერდით და ამასობაში პირდაპირ ეთერში. რა თემით, რა გვინდა, რატო შევაწუხეთ ეს ადამიანი? აბა, გეტყვით ახლავე, აღმოჩნდა რომ ესე იგი საკვები ფერები ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ კვირაში 30 სახეობის ხილი და ბოსტნეული მივიღოთ. თუ ყოველ დღე 5 სახის მრავალფეროვან საკვებ პროდუქტს ავარჩევთ, ჩვენი კვების რაციონისთვის კვირის ბოლოს გეგმა შესრულებული გვექნება. გაზაფხულზე ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებით დასუსტებულია და აუცილებელია საჭირო მაკრო და მიკროელემენტებით, რომ შევავსოთ ის. სწორედ ამიტომ ახლა ნუტრიციოლოგი ნინო ლომთაძე მოგცემს საინტერესო რჩევებს. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. ნინო, ყოველთვის საინტერესოა თქვენი სტუმრობა, ყოველთვის. მადლობა. და ყოველთვის გვიხარია ხოლმე, რადგანაც ვიცით, რომ ის დღე, როდესაც თქვენ ჩვენთან მოხვალთ, კარგად ესე იგი, ნამეცადინები მივდივართ ხოლმე აქედან, რომ ვიცოდეთ რა სარგებელი მოუტანოთ ჩვენს თავს. თან ყველაზე ისეთი პერიოდია, გაზაფხულია, არეული მარტია, გამომშრალია სხეული, გვაკლია ვიტამინები. აბა რა შვებით, გაგვიფერადე ახლა? რა მნიშვნელობა აქვს ამ მრავალფეროვან საკვებ პროდუქტებს ჩვენი კვების რაციონისთვის? უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ის, რომ ყოველ წელს არის ესე ვთქვათ ერთგვარი ტენდენციები, ახალი კვებით ნუტრიციული ტენდენციები იკვეთება და წელს რა შეიძლება, რა ტენდენციები გამოვყოთ, ეს არის რომ რაც შეიძლება იყოს მრავალფეროვანი ჩვენი კვების რაციონი და რაც შეიძლება უხვად ჩავთვალოთ ჩვენს კვების რაციონში ხილი და ბოსტნეული. რატომ? ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ ხილი და ბოსტნეული ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს მიკრო, მაკრო ელემენტებს, სხვადასხვა ნუტრიენტებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც ჭირდება ჩვენს ორგანიზმს არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებისთვის, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დამეთანხმებით. მაგრამ გარდა იმისა, რომ ვიტამინების და მიკროელემენტების გარდა აღმოჩნდა, რომ თავისი რაღაც დამახასიათებელი ნიშაც ქონიათ ხილსა და ბოსტნეულს და შეგვიძლია ეს ნიშების მიხედვით დავყოთ და დიფერენცირება მოვახდინოთ. აი, დავიწყოთ მწვანე ფერის საკვებით, რომელიც ახლა გაზაფხულზე კიდევ უფრო მეტად შემოგვემატება. კი, და გვიხასხასებს სუფრას, ასე ვთქვათ რა, აი, სხვა სიხალისეს ადრეს, როდესაც სიმწვანე შეგვიძლია. ძალიან სასიამოვნოა მისი მირთმევა, თუმცა, აი, რა დადებითი თვისებები აქვს მას. რას მივაქციოთ, კი ბატონო, ყურადღება. ჩვენს ბუნებაში ნახეთ რა ლამაზად არის ყველაფერი მოწყობილი, რომ როდესაც ჩვენი ორგანიზმს ყველაზე მეტად ჭირდება ვიტამინებით, მიკროელემენტებით, შევსება, ესე ვთქვათ, დაბუსტვა, აი სწორედ ეს პერიოდი არის გაზაფხული და გაზაფხულზეც შეიმოსება ხოლმე ბუნება ამ ლამაზის სიმწვანით. მწვანე ხილის ფერის ხილი და ბოსტნეული ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემისათვის, ძვლების, კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის და აი ამ ჯგუფის ესე ვთქვათ ხილსა და ბოსტნეულს აქვს ესეთი განსაკუთრებული ნიშა, რომ აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. ანუ იმ ეს ადამიანებსაც აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად ხშირად ავადობენ, ძალიან კარგი არის, რომ მათ კვების რაციონში უხვად ჩაერთოს მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული. გარდა ამისა, ეს აი ამ ჯგუფის ხილსა და ბოსტნეულს კიდე გამოვარჩევდი იმით, რომ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ ბოჭკოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის წონაში კლების. რატომ? იმიტომ რომ აი ზუსტად აი ეს ბოჭკო აიძულებს საკვებს, ესე ვთქვათ, რომ ნაწლავებიდან სისხლში დიდი რაოდენობით არ შეითვისოს მომავნე შაქარი, მომავნე ქოლესტერინი, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული ძალიან უყვარს ჩვენს მეგობარ ბაქტერიებს, რომლებიც უხვად არიან მოთესილი კუჭნაწლავის სისტემაში და მათ გამრავლებას ხელს უწყობს. კეთილი ბაქტერიები კი ჩვენ გვეხმარებიან, რომ კიდევ რაც შეიძლება მეტი ვიტამინები და მიკროელემენტები აითვისოს ორგანიზმმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ბონუსი ექნება ორგანიზმს თუ კვების რაციონში მწვანე ფერის საკვებს. გავიგეთ მწვანე და შემდეგი ფერი მაინტერესებს. შემდეგი ფერი მოდით გამოვყავდით ჩემს საყვარელი ფერი არის წითელი, ხილი და ბოსტნეული და რატომ? იმიტომ რომ მსგავსი პროდუქტები ჩვენ გვეხმარება არა მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
წვენებაშიც, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ ანტიოქსიდანტებს. ნინო, თქვენ თუ არა სხვასთვის უნდა ვკითხო. ბოლო კი ითვლება წითლად? შეგვიძლია ჩავთვალოთ, კი ბატონო, კი, აი კიდეც მწვანე ფერად ითვლება, იმიტომ რომ გარედან არის მწვანე. ასე რომ მწვანე ფერ ბოსტნეულში ბოლო კი შეგვიძლია ფერადაც აღვიქვავთ იმ ფერს. იმ ფერს მივიღებთ. კი ბატონო. ხედავ ჩვენ სამზარეულო. იქ დავინახე უკვე. კი ბატონო, არის პასუხისმგებელი წითელი. ბალი, ალუბალი, მარწყვი, მალინა, აი ძალიან მრავალ პომიდორიც, რატომაც არა. ესენი შეიცავენ დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. რა არის ახლა ეს ანტიოქსიდანტი? აღმოჩნდა რომ ჩვენს ცხოვრებაში იმდენად მაღალია და მეთანხმებით ალბათ სტრესის ხარისხით, დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, ნუ ძალიან ხშირად ვიკვებებით. კი ბატონო, არასასურველი პროდუქტები ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება მავნე რადიკალები. ეს არიან ბოროტი ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას, აი კანის დაბერებას, ნერვული სისტემის, ღვიძლის, რეპროდუქციული სისტემის და ანტიოქსიდანტები ეს არიან კეთილი ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ორგანიზმში აი შებოჭვას ამ მავნე რადიკალების და გამოყავს ორგანიზმიდან ეს მავნე რადიკალები. ამიტომაც თუ დიდი რაოდენობით ჩართავთ წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულს თქვენს რაციონში, ამით გარანტია გექნებათ ერთგვარი, რომ არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის აკეთებთ სარგებელს, არამედ ახანგრძლივებთ თქვენს ბულგარული წიწაკა განსხვავდება წითელი, მწვანე და ყვითელი ერთმანეთისგან. კი, აი მაგალითად მწვანე ბულგარული შევიდოდა მწვანე ფერის, ესე ვთქვათ, ბოსტნეულში, წითელი წიწაკა. გემოვნური თვისებები ხო იგივე აქვს, მაგრამ შემადგენლობა განსხვავებულია, იმიტომ რომ ნახეთ, განსხვავება, რა თქმა უნდა, ფერიც ხო განსხვავებულია შესაბამისად, ამიტომ განსხვავება და აი წითელი ბულგარული ხო მეტ მწვანე ვაშლის, კი ბატონო, აი წითელი უფრო მეტი ანტიოქსიდანტი იქნება, ვიდრე მწვანეში. ამიტომაც ნახეთ რა მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობ ჩვენ ბუნება. თითქოს რო ფიქრობ ესე, აი რითი გავა მრავალფეროვნო ეს ჩემი ყოველდღიურობა და უცბად ხვდები რომ კი თავისუფლად შეიძლება. აი მეც როდესაც პაციენტებს ვეუბნები თქვენ გააჟღერეთ რომ კვირის განმავლობაში სადღაც 30 სახეობის ხილი და ბოსტნეული მithქვათ გეტყვიან რომ ეს გაფართოებული თვალებით ამდენი როგორ მივირთვა. ამ დროს წარმოიდგინეთ დღის განმავლობაში ერთი ვაშლი, კიტრი, მწვანილი დაუშვათ, აი ბროკოლი, უკვე მოგროვდა ის 5 სახეობის ხილი და ბოსტნეული და კვირის განმავლობაში თავისუფლად და ძალიან მარტივად შეიძლება დაუშვათ შეგროვდეს ის 30 სახეობის. თან მე ყოველთვის ვეუბნები პაციენტს, აი მაგალითად ზოგიერთს არ უყვარს ბროკოლი, ხო სასარგებლოა, მაგრამ ბუნებაში იმდენი მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ის კეთილი სასარგებლო თვისებები სხვა მწვანე ბოსტნეულიდან აიღოს, მაიყოს მაგალითად სალათის ბორცლები, მწვანილი, ავოკადო, რატომაც არა, თან ავოკადო სასარგებლო ცხიმებსაც შეიცავს. კომბოსტო ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ აუმჯობესებს. ძალიან ვჭამ. ნახეთ, აი ეს მე ყოველთვის მომხრე ვარ და ვურჩევ ხოლმე ჩემს პაციენტებსაც, რომ ეს არის საინტერესო ძალით რატოჭო. დი, ბავშვობაში. კვება ეს არის ერთგვარი სიამოვნებაც, ხო? ხო და ამიტომაც კვება არ უნდა იწვევდეს სტრესს. ამიტომ თუ თქვენ არ მოგწონთ კომბოსტო, ძალით ნუ და იყოს დაუშვათ ბროკოლი, იყოს მაგალითად იგივე სალათის ფურცელი, იყოს სხვა ბოსტნეული, კიტრი, იყოს მწვანე ფერის ბულგარული, იყოს რატომაც არა, აი ამ ბოსტნეულიდან ძალიან დიანებში ალბათ ჩვენს მაყურებელს არ გაუკვირდება, ნუ არ იყო ამ ხელარჩევანიც არ იყო. და არჩევანის გარდა კიდე ბევრი სხვა პრობლემა იყო. უბრალოდ აი ამ კომბოსტოს მომზადების პროცესში ისეთი სუნი დგებოდა სახლში, რომ აღარაფერი აღარ მიდოდა. სახლში შესვლაც არ მიდოდა, არამც თუ მიირთმევა და ნუ მაშინ არ იყო ახლა დიდი არჩევანი, კიდე ერთხელ ვიტყვი და ამიტომ აი ბავშვების გამოყოლილი სტრესები მოხდა. მაინტერესებდა სასარგებლო იყო თუ უბრალოდ მაშინ სხვა არჩევანი არ იყო და იმით. აქვე კიდე ძალიან საინტერესო რაღაც თითოეულ ბოსტნეულზე ჩვენ გვაქვს ვეკითხებთ რომ სასარგებლო. აი არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც მაგალითად სასარგებლო არ არის, ხო? ნახეთ, ყველაფერი არის შეიძლება იყოს სარგებელი და ყველაფერი აბსოლუტურად შეიძლება იყოს მავნე ჩვენი ორგანიზმისთვის. აქ მხოლოდ ესე ვთქვათ არის ჯადოსნური სიტყვა ზომიერება. იგივე დიდი რაოდენობით მაგალითად ხილიც და ბოსტნეულიც არ დაგვავიწყდეს საყუათო ნივთიერებების გარდა შეიცავს შაქარსაც, ხო? და ბუნებრივია დიდი რაოდენობით ესე ვთქვათ მიღებული ხილიც პირიქით მერე ხეჟება ხელი შეუწყოს წონაში მომატებას. ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, გლიკემიის დონის, ანუ შაქრის დონის მომატებას ამიტომ სასარგებელი აქვს თითოეული ფერის საკვებს და ხომ არ გადავიდეთ სხვა ფერის საკვებზეც, იმიტომ რომ ჩამონათვალი მრავალფეროვანია. კი ბატონო, კარგი.
მოდით სხვა ფერზე გადავიდეთ და აი მაგალითად შეიძლება იყოს ლურჯი, იასამნისფერი, ესეც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ხილი და ბოსტნეული. მახსენდება და მეტი ლურჯი არის ბაზრიანი, მოცვი, ქლიავი მაგალითად. აი შეიძლება კი გაგიკვირდეთ და ქლიავი ძირითადად მაყურებელიც ალბათ პირველი რაც მოდის ქლიავზე რომ ეს არის ძალიან კარგი კუჭის მოქმედებისთვის. თუმცა მისი ძირითადი სარგებელი ეს არის აუმჯობესებს მეხსიერებას. ამ მსგავსი ფერის ხილი და ბოსტნეული ძალიან კარგია ჩვენი მეხსიერებისთვის, ნერვული სისტემისათვის. ძველი გამოთქმა არსებობს ქლიავთან მიმართებაში. ქლიავის ჭირით, მაგრამ ყოველთვის უმჯობესია რომ ეს იყოს ცოცხალის სახით იყოს. და გარდა ამისა, აი ეს ფერის ხილი და ბოსტნეული ასევე ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორც წითელი ფერის და გარდა ამისა, აი ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაშიც გვეხმარება, აი ეს განსაკუთრებული ჯგუფია. ამიტომაც მათი ჩართვაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ნერვული სისტემისთვის და მეხსიერებისთვის. როგორც დასრულ ასაკში, ასევე ბავშვთა ასაკშიც, რა თქმა უნდა. ნარინჯისფერ საკვებზე რა შეგიძლიათ გითხრათ? ნარინჯისფერი საკვებიც დიდი რაოდენობით შეიცავს მაგალითად ცხიმშიხსნად ვიტამინებს, აი მაგალითად A ვიტამინს, შეიცავს C ვიტამინს და განსაკუთრებით ძალიან კარგი არის მხედველობისთვის, იმიტომ რომ A ვიტამინს შეიცავს და ძალიან კარგი არის ზრდისთვის. აი რატომ? იმიტომ რომ A ვიტამინი აი სტაფინოზე რომ სტაფილომიერთვი რომ მე ახალი გაიზარდა. ნახეთ, კი, ერთხელ, აბა მოდით ერთხელ მართალია, მაგრამ რა ნიუანსები არის გასათვალისწინებელი. სტაფილო შეიცავს A ვიტამინს, A ვიტამინი კი არის საყვარელი საკვები ისეთი ჰორმონის, როგორც არის ზრდის ჰორმონი. ანუ ბუნებრივია, თუ ჩვენ ზრდის ჰორმონს მივაწვდით მისთვის საყვარელ საკვებს, ის უფრო აქტიურად გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში. მაგრამ თუ ბავშვს ღამე არ ძინავს, გვიან იძინებს, ზრდის ჰორმონს რაც არ უნდა A ვიტამინი მივაწოდოთ, ის არ გამომუშავდება. ამიტომაც ზრდის ჰორმონის გასამომუშავებლად არა მხოლოდ სტაფილოა საკმარისი, არამედ აუცილებლად თავის დროზე დაძინება, თავის დროზე გაღვიძება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა. კი ბატონო. ბოლოს წამალთ ბოლოს მაინც მანდები ვართ რომ მარტო ერთი ფერი თუ ერაფერს და ერთი პროდუქტი თუ ვერ შევცვლით აქ არის შეგნება, რომელსაც უნდა მივხედოთ, მრავალფეროვანი კი ბატონო უნდა იყოს და აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმიტომ რომ სხვანაირად არაფერი არ გამოდის. რა ვქო? კი ბატონო. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭარხალზეც ზრდაზე ვახსენეთ, ხო? ესე ძალიან ხშირად აიძულებენ, რომ წითელფერში გადის და აიძულებენ, რომ ეს ჭარხლის წვენი მიირთვა და ძალიან ბევრ ბავშვს, აი ჩვენთან მომართულ პაციენტებსაც აი არ უყვართ ხოლმე ეს წვენი და არ არის აუცილებელი რომ ბაიძულოთ, იმიტომ რომ ეს არ არის ის წვენი, რომელიც სიმაღლეში გაზრდის. აი ჭარხალი მაგალითად ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობის წინ, უფრო ამაღლებს კუნთების ტონუსს. და არა მაგალითად ზრდის, არა მაგალითად რომ აი სიმაღლეში გაიზარდოს, მაგრამ ბუნებრივია მისი ჩართვაც კარგია. ყვითელი საკვების პროდუქტები რა შეგვეხმარება? ყვითელი პროდუქტები ეს არის მაგალითად ძირითადად ციტრუსები, აი მაგალითად ლიმონი, ეს არის ძალიან კარგი C ვიტამინი. ეს არის სტაფილო არ გადის ყვითელში? არა, ეს უფრო ნარინჯისფერია ყვითელში. ძირითადად ეს არის C ვიტამინის საბადოები არიან. და იმუნური სისტემა, აი ალბათ გსმენიათ, რომ ელინიანი ჩაი მიირთვით, ხო? და შესაბამისად C ვიტამინიც ძალიან აუმჯობესებს ჩვენს კანის სტრუქტურას, ტურგორს. ამიტომაც, როგორც მიხვდით, ხილი და ბოსტნეული არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ესე ვთქვათ, ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის დიდი საიდუმლოა, თუ ჩართავთ ჩვენი კვების რაციონში. ძალიან დიდი მადლობა ნინო ექიმო. სასარგებლო რჩევები